დილამშვიდობისა სულ ყველას. მოდით დავიწყოთ. შაბათს თუ არ იცი, ჯო შემეტი დაუპირისპირდება ლერონ მერფის. ESPN-ზე ამერიკის დროით 9 საათზე. შეგახსენებთ, რომ ჯო შემეტი ქვემსუბუქი წონის დივიზიონის მერვე ნომერია. იგი დაუმარცხებელ ლერონ მერფის დაუპირისპირდება, რომლის რეკორდი 15-0-ზეა. საინტერესო ბრძოლა გველის კვირის ბოლოს. მოემზადეთ. ასევე არ დაგავიწყდეთ 12 აპრილს მაიამიში UFC 314-ზე. ვოლკანოვსკი დიეგო ლოპეს დაუპირისპირდება ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის. მიმდინარე ჩემპიონი ილია ტოფურიამ მსუბუქ წონაში გადადის. მის მომდევნო ბრძოლას გამოვაცხადეთ, როცა ის მზად იქნება. ვიცი რომ ბევრს გეგონათ ახლა ვიტყოდი, მაგრამ არა, ჯერ არა. ამავე ბარაცია ჩენდლერი პიმბლეტის წინააღმდეგ. საინტერესო ბრძოლა იქნება. ასევე ბრაის მიჩელი ჯინ სილვას წინააღმდეგ. ია როდრიგესი კი პიტბულს UFC-ში უმასპინძლებს. ყოველივე ეს შაბათს 12 აპრილს მაიამიში. კიდევ ერთ სიახლეს, კანზას სიტის მთავარ ბრძოლას გამოვაცხადებ. სადაც იან გარი კარლოს პრატეს 5 რაუნდიან მატჩში დაუპირისპირდება. პრატესი კონტენდერ სერიებიდან მოვიდა. UFC-ში ჯერ არ დამარცხებულა. 11 მატჩიანი მოგებების სერია აქვს. აქედან 10 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ამ ბიჭმა ბოლო 10 ბრძოლა ყველა ნოკაუტით მოიგო. ნამდვილი მხეცია. ის ბრაზილიის Fighting Nerds-ის გუნდიდანაა. ამ დაპირისპირებაში კიდევ განსაკუთრებით გარის განწყობა მომწონს. მას ჯერა რომ პრატესი ყველაზე სახიფათო მეტოქია ამ დივიზიონში და მასთან შეხვედრის იდეა მოსწონს. შესაბამისად ბრძოლაც მოითხოვა. კანზას სიტიში სანახაობრივი ბრძოლა გაიმართება. UFC 316 გაიმართება ნიუ-ჯერსიში. პრუდენციულ ცენტრში 7 ივნისს. თავარი ბრძოლა შედგება მერაბ დვარიშვილსა და შონ ომალს შორის. მერაბს 12 მატჩიანი მოგების სერია აქვს, რაც სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის რეკორდია. ასევე პარტერში გადაყვანის და კონტროლის დროის დაუჯერებელი სერია აქვს. შონი ბრუნდება. თავარ ბარაცი ასევე ქალთა სუპერმსუბუქი წონის ტიტულის ბრძოლა. ჩემპიონი ჯულიანა პენია კეილა ჰარისონს შეხვდება. კეილა სხვადასხვა ორგანიზაციებში ქამრები აქვს მოპოვებული. ახლა UFC-ს ტიტულის მოპოვება შეეცდება. პენია კი ყოველთვის დაუღალავი და უშიშარია. კარგი ჩხუბი უნდა გამოვიდეს. სულ ეს იყო. ამის თქმა მინდოდა. შაბათ კვირას ან ეიპექსში ან მაიამიში შევხვდებით.